ღირს თუ არა ქალისთვის სიყვარულის ახსნა. ღირს თუ არა ქალისთვის იმის თქმა, რომ ის გიყვარს. ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. როგორ ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში? ყველა მამაკაცს ჰქონია ის მომენტი, როდესაც ეკონტაქტები ქალს და რაღაც მომენტში ძალიან დიდი სურვილი გიჩნდება, რომ გამოუტყდა სიყვარულში. ისე გაწვება ემოციები, რომ აუცილებლად უნდა გამოუტყდე, სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა. ეგ კი საკმაოდ ამაღელებელი მდგომარეობაა და იცი რატომ? იმიტომ რომ ეგ არ არის სიყვარული. ეგ არის სასიყვარულო ფსიქოზი. ეგ არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა. და ამ მონაკვეთის ჩასმას ვიდეოს შუისკენ ვაპირებდი, რომ სიურპრიზივით ყოფილიყო შენთვის. მაგრამ არ გვინდა ჩვენ სიურპრიზები, პირდაპირ და მტკიცედ ვილაპარაკოთ. შენც ხომ ამისთვის ხარ აქ? უბრალოდ ბოლომდე და ყურადღებით მომისმინე, ახლა დეტალურად გაგიმართა ყველაფერს. როდესაც თქვენ ერთმანეთი გაიცანით, ქალი შენში იწვევდა ბევრ დადებით ემოციას და ძალიან ცოტა უარყოფით განცდას. შემდეგ რა ხდება? რა და შენ დაიწყე შენივე ხელით შენივე თავის პროგრამირება. დაიწყე იმის წარმოდგენა, თუ როგორ ზიხართ კაბრიოლეტში, მიდიხართ სამოგზაუროდ და სიხარულისგან ხმამაღლა იცინით. შენ იმაზე ფიქრობდი, თუ როგორ გააცნობ მას შენს ძმაკაცებს. ძილის წინაც მასზე ფიქრობდი, რომ გაიღვიძებდი მაშინაც პირველი იმას ამოწმებდი, თუ როდის იყო ის ონლაინში. დღის განმავლობაში კი შენ მის ყველაზე მაგარ ფოტოებს ხსნიდი და ტკბებოდი. შენ იმის ვიზუალიზაციას ახდენდი, თუ როგორ იცავ მას ვიღაც ხულიგნებისგან, თავისთავად არათანაბარ ბრძოლაში. უცებ რატომღაც დრამატულად რომანტიული სიმღერების მოსმენა დაიწყე და თან მოგწონდა. და პარალელურად თავისთავად მასზე ფიქრობდი. ახლა რაც ჩამოვთვალე, მაგის ნახევარსაც კი თუ აკეთებ, მაგ მომენტში შენი სტრესის დონე მატულობს. და კი, თავიდან შენ მაგ პროცესით სიამოვნებას იღებ. მაგრამ მოგვიანებით უკვე გარანტიები გჭირდება, რომ ეგ ქალი შენგან არ საწავა. ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის იმის გაგება, რომ მასაც მასევე ძალიან უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს ის. იმედი მაქვს მიხვდით პრინციპს. ამ ვითარებაში მამაკაცი ვალდებულია, რომ გამოუტყდეს ქალს გრძნობებში, იმისთვის რომ იგივე პასუხი მიიღოს ქალისგან. და თავისთავად სტრესის დონეს რომ დაუჭიოს. თუ ქალიც გეტყვის, რომ გიждდება შენზე და ასე ძალიან შენამდე არასდროს და არავინ ხვარებია, მორჩა, მეტი არც არაფერი გჭირდება. შენი სტრესის დონე მომენტალურად დამდაბლდება და თავს კარგად იგრძნობ. შეგიძლია გააგრძელო ეგ სასიყვარულო ფსიქოზი. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ გამოუტყდი ქალს გრძნობებში. რა ვარიანტები გვაქვს? პირველი, ქალი თავშეკავებულად რეაგირებს, ძალიან სასიამოვნოა, მადლობაო გეუბნება. ამ ვითარებაში შენი სტრესის დონეც, შენი განცდებიც და შენი ქალისადმი მიჯაჭვულობაც კიდევ უფრო მეტად მატულობს. იმიტომ რომ ეგ ის არ არის, რისი მოსმენაც გინდოდა. შესაბამისად სასიყვარულო ფსიქოზი სულ უფრო და უფრო მძაფრდება. მეორე ვარიანტი, გამოუტყდები თუ არა ქალი ეგრევე კარგავს შენს მიმართ ინტერესს. და ეს საკმაოდ პოპულარული სცენარია. ამაზე ხომ უკვე ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ვინც ამუხრუჭებს ურთიერთობას, ის იკავებს ძლიერ პოზიციას. ხოლო ვინც ბოლომდე აწვება გას, ის სუსტ პოზიციას იკავებს. ქალს კი ძლიერი პოზიციიდან სიყვარული უბრალოდ არ შეუძლია. შესაბამისად, რა უნდა ქნა იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაკლა ქალში შენდამი ინტერესი? ვიღებთ პასტა ფურცელს და ვწერთ. პირველი პუნქტი, აჟიტირებულს უნდა გინდოდეს მისთვის სიყვარულის ახსნა. მეორე პუნქტი, აჟიტირებულს უნდა გინდოდეს მშობლებისთვის და მეგობრებისთვის მისი გაცნობა. მესამე პუნქტი, მილიონი სამომავლო გეგმის ფორმირება უნდა მოახდინო შენს თავის ქალაში, რომელიც მასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პუნქტი ნომერი 4, ხშირად უნდა დაპატიჟო შესახვედრად. პუნქტი ნომერი 5, გაგიჟებულმა უნდა სთხოვო ცოლობა. და ნუ მოკლედ ლამის უსასრულოდ შემიძლია ამ ყველაფრის ჩამოთვლა. იმედი მაქვს მიხვდით ლოგიკას. არსებობს მესამე ვარიანტიც, რომელიც პოზიტიურ სცენარად ითვლება. როდესაც ქალიც ანალოგიურად გპასუხობს. როდესაც ყურებამდე ღიმილით გეუბნება, რომ მეც მიყვარხარო. ამის შემდეგ კი თქვენ ეხუტებით ერთმანეთს და გეჩვენებათ, რომ ეგ არის ჰეპი-ენდი. ძალიან დიდ სითბოს გრძნობ მაგ დროს და გგონია, რომ უბედნიერესი ხარ. მაგრამ ახლა უნდა ჩაგიშხამო ეგ ყველაფერი. მე ხომ მაგისთვის ვარ აქ, რომ თვალების გახელაში დაგეხმარო. და შენც, როგორც ვთქვი, მაგის მოსასმენად ხარ აქ. საქმე იმაშია, რომ ორმხრივ სასიყვარულო ფსიქოზსაც აქვს თავისი ლიმიტი. ეგ მხოლოდ დასაწყისში ეჯიბრებით ერთმანეთს, თუ ვის უფრო მეტად უყვარს. ან ვის უფრო მეტად მოენატრა. მე უფრო მომენატრე, არა მე უფრო, არა მე და ნუ ასე შემდეგ. მაგრამ ერთ დღესაც ერთ-ერთ მხარეს ეგ სასიყვარულო ფსიქოზი გაუვლის. თუ შენ იყავი ის მხარე, რომელიც სიყვარულში პირველი გამოტყდა და ბოლომდე აჭერდა გასს, მაშინ პირველს ქალს გაუვლის ეგ ფსიქოზი. ის უფრო მალე გამოჯანმრთელდება, გამოფხიზლდება. და ეს აუცილებლად მოხდება, უბრალოდ დროის ამბავია.
ზოგადად მამაკაცთა უმრავლესობას აქვს ერთი ძალიან პოპულარული და ძალიან მცდარი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ურთიერთობის შესახებ ძალიან ბევრ ფაქტორს შენ ქვეცნობიერად დედაშენისგან იღებ. როდესაც შენ დედაშენს ეუბნები, რომ ძალიან გიყვარს ის, მას ეგ გულწრფელად ძალიან სიამოვნებს. და მისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანიც არის. მაგრამ ცოლი არ არის დედა. ცოლი არ არის ნათესავი. ცოლი არ არის მეგობარი. ქალთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობა გაქვს და სხვანაირი მიდგომა არის საჭირო. თუ შენ ეთქვი, შეხედე ნინუცა, მე შენ სასიყვარულო ფსიქოზი მოგიტანე, უბრალოდ შეხედე, რამდენად მაგრად მჭირდები შენ მეო. თუ შენ თვლი, რომ ამაში არის რამე ფასეული, მაშინ შენ უკიდე განადგულჩვილი ადამიანი ხარ. არაფერი ფასი არ აქვს მაგას. იმიტომ რომ ეგ ის გრძნობაა, რომელიც შენ თვითონვე განავითარე შენს თავში. და განავითარე იმისთვის, რომ უშუალოდ შენ მიიღო სიამოვნება. შენ იღებ სიამოვნებას და არა ქალი. ბევრი სერიოზულად თვლის, რომ ქალი უნდა დათანხმდეს მასეთ ურთიერთობაზე. იმიტომ რომ მაგ დროს მამაკაცი მზად არის, რომ ქალისთვის ბევრი რამ აკეთოს. მე მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები ქალო, შენ ასე ძალიან ვეღარავის შეუყვარდები. შენ ვერ ხვდები რას კარგავ. გეცნობათ ხო ეს სიტყვები? მოდით ჯერ იმით დავიწყოთ, რომ სასიყვარულო ფსიქოზი და ერთგულება ორი სხვადასხვა რამ არის. და შემდეგ იმით გავაგრძელოთ, რომ შენ მაგას მისთვის არ აკეთებ, შენი პირადი კაიფისთვის აკეთებ. შემდეგ კი იმით გავაგრძელოთ, რომ ქალთა 97%-ს აკეთებ, თვითონვე უნდა რომ სასიყვარულო ფსიქოზში იყოს. ეგ კი არ არის შესაძლებელი იმ ვითარებაში, სადაც შენ უფრო ხარ მაგ ფსიქოზში. გამოდის, რომ სასიყვარულო ფსიქოზი შენს ფასეულობას აბსოლუტურად ყოველთვის ამდაბლებს. და რეალურად როგორი მამაკაცი იზიდავს ქალს, მამაკაცის რა თვისებები იზიდავს. რა თქმა უნდა, შენი ძლიერი მენტალობა და ძლიერი ინტელექტი. ქალი ვერ განიცდის ვერანაირ ვნებას იმ მამაკაცისადმი, რომელიც მასზე უფრო შტერია, უფრო დებილია. ცხოვრებისეულად მნიშვნელოვან საკითხებში შენი აზრი ბევრად უფრო მომწიფებული უნდა იყოს. ხოლო შენი გადაწყვეტილებები კი ბევრად ეფექტური. და თუ ეგრე არ არის, მაშინ ძლიერ პოზიციაზე შენ აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია. მამაკაცი ბევრად უფრო დისციპლინირებული უნდა იყოს, ვიდრე ქალი. თუ ეგრე არ არის, გარკვეული დროის შემდეგ შენ უბრალოდ აღარაფრად ჩართვლის. ემოციური ინტელექტიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეგ გაძლევს იმის საშუალებას, რომ საჭირო დროს საჭირო სიტყვები შეარჩიო. როდესაც ემოციური ინტელექტი განვითარებული გაქვს, ზუსტად იცი როდის და როგორ უნდა გამოიყვანო ქალი სტრესული მდგომარეობიდან. როგორ უნდა იყო დამაჯერებელი. და როდის უნდა მოსვა თავის ადგილზე. ასევე თავშეკავების უნარსაც გამოყოფდი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიც მათ შორის თავიდანვე შეგიშლის ხელს, რომ ეგ სასიყვარულო ფსიქოზი არ დაიმართო. მაგ დროს შენ ცივსისხლიანი ხარ, შეგიძლია მოვლენების რამდენიმე ნაბიჯით წინ პროგნოზი. ლამის მათემატიკური სიზუსტით ხედავ მომავალს. მადლიერებაც უნდა შეგეძლოს. ოღონდ მაშინ კი არა, როცა ქალი გებუტება და შენ 1001 ვარდის ჩუქებით ცდილობ მის შემორიგებას. და ამასაც სინამდვილეში საკუთარი ფსიქოზის გამო აკეთებ. შენ მადლობის გადახდა უნდა შეგეძლოს მაშინ, როდესაც ის შენ კარგად გექცევა. ეს ყველაფერი კი არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც შენში არ არის სასიყვარულო ფსიქოზი. მოკლედ, რას ნიშნავს სიყვარულის ახსნა, რას ნიშნავს, როდესაც მამაკაცი ეუბნება ქალს, მე შენ მიყვარხარო. გადმოვთარგმნოთ ქართულ ენაზე. ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს ჩემი მართვის ბერკეტები. ჩემს ნებაზე შეგიძლია გავლენა, ჩემს სურვილებზე და ნუ ასე შემდეგ. ამით შენ შენი სისუსტის დემონსტრაციას ახდენ. ურთიერთობის მმართველი კი, ანუ ნამდვილი ლიდერი, უბრალოდ ვერ იქნება მაგ ურთიერთობაში ემოციურად ძალიან ჩართული. იმიტომ რომ როდესაც ემოციურად ხარ ჩართული, შენ ობიექტურად, ფხიზლად აზროვნებას უბრალოდ ვერ შეძლებ. და ისედაც რანაირად უნდა შეძლო ობიექტური აზროვნება, როდესაც სუბიექტური სიტუაციური ემოციებით მოქმედებ. მაგალითად, სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ხშირად ხდება, როდესაც ძალიან შეყვება კაცი რაღაც საქმეს, მას მაქედან უბრალოდ ხსნიან და სხვა საქმეს ავალებენ. იმიტომ რომ გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ცხოვრება არ არის ჰოლივუდის ფილმი და არაფერი კარგით ეგ არ დამთავრდება. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც მამაკაცები 1000 სიგიჟეს აკეთებენ თავიანთი სასიყვარულო ფსიქოზის დასამტკიცებლად. იმავე 1001 ვარდს ჩუქნიან, ღამეებს ათენებენ ქალზე ფიქრით, უცებ ცოლობას სთხოვენ, ძვირადღირებულ რაღაც რომანტიულ საჩუქრებს ჩუქნიან, სამაგ სალტოებს აკეთებენ და ნუ ასე შემდეგ. ყველანაირ სიგიჟეზე არიან წამსვლელი, ოღონდაც ქალი მოხიბლონ. და კი, სიტუაციურად შეიძლება ქალს მოეწონოს კიდევაც ეგ ყველაფერი და შეიძლება გაგიგიმოს კიდევაც. მაგრამ დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. არც ერთი ქალი შინაგანად არასდროს არ დააფასებს მასეთ მამაკაცს. და მით უმეტეს, არც აირჩევს როგორც ცხოვრების მეგზურს. იმიტომ რომ ქალი არაცნობიერად ხვდება, რომ ასეთი მამაკაცი ოჯახის თავი ვერ იქნება. მასეთი მამაკაცი უბრალოდ არ არის სანდო.
კარგად დაიმახსოვრეთ ეს, რომ ქალები მოსიყვარულე რომანტიკოსებს არ ენდობიან. ზოგადად შეყვარებულობა არის ბუნებრივი ბიოქიმიური პროცესი, რომელიც ყველა ჩვენგანს განგვიცდია. მაგრამ მე მაგ მოვლენას გამოცდას ვარქმევ. შეგიძლია თუ არა შენი თავის მართვა? ხარ თუ არა შენს თავთან მიმართებაში გულწრფელი? თუ თავს იტყუებ და ამბობ, რომ შეყვარებულობა არის ზებუნებრივი მოვლენა და აი ეს ქალი არის ერთადერთიო. თუ გაქვს სწორი ფუნდამენტი, გაუმკლავდები. თუ არ გაქვს, უნდა განიცადო. შენ ვალდებული ხარ, რომ დაისაჯო მაგის გამო და დაისჯები კიდევაც. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, სადაც მაგ სასიყვარულო ფსიქოზის შემდეგ არ დასჯილა და არ განუცდია ადამიანს. მაგრამ ჭკუა რომ ვერ ისწავლა და ისევ ფსიქოზს რომ ეძებს, რამდენიც გინდათ იმდენია. ერთი და იგივე ხაფანგში ძვრება ადამიანი, ყოველჯერზე უფრო მტკივნეულად გამოდის მაქედან და მაინც არ სწავლობს ჭკუას. იმიტომ რომ ქალს აბრალებს. ან თავის თავს ოღონდ პროცესში დაუშვი შეცდომა ოხგონია. ერთხელ და საბოლოოდ მიხვდი, რომ არც ქალი არის შუაში და არც შენი პროცესში დაშვებული შეცდომა. უბრალოდ შეყვარებულობა არის არასწორი მექანიზმი, რომელიც აუცილებლად ტყდება, ფუჭდება. და ეგ დროის ამბავია. შენ უბრალოდ ერთსა და იმავეს აკეთებ და სხვა შედეგს ელოდები. რეალურად მენტალურად ძლიერ მამაკაცთან ქალს არ გამოსდის იმ ბანალური მეთოდებით სპეკულირება, როგორიცაა გიყვარვარ თუ არა. ან შენ მე დროს საერთოდ არ მithმობ. ან მე თავს საჭიროდ არ ვთვლი. ან თუ გიყვარვარ, მაშინ გააკეთე, ან გრძნობებში ავიხლართე. მე მეცაც გეტყვი. არ გამოსდის კი არა, არც კი ბედავს ქალი. იმიტომ რომ უბრალოდ არ უნდება მაგ სისულელით რომ დაკავდეს. სრულიად აკმაყოფილებს მას მამაკაცი. მეორეს მხრივ კი რომ მოუნდეს, უბრალოდ ვერ გამოუვამ ასეთი მამაკაცის მართვა სიცივით, ემოციური საქანელებით, დისტანცირებით და იგნორით. რატომ? იმიტომ რომ ასეთი მამაკაცის იდეალი, მაგ რაღაც გრძნობებზე ბევრად უფრო მაღლა დგას. იმიტომ რომ ის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციებით არიღებს. და ზუსტადაც ასეთ მამაკაცზე გიждდება ქალი. ასეთი მამაკაცის დაქვემდებარების მოსაპოვებლად აქეთ იბრძვის ქალი. აქეთ არის მზად რომ ჩადოს ურთიერთობაში გარკვეული ინვესტიციები. სასიყვარულო ფსიქოზის მქონე მამაკაცს კი უბრალოდ ეთამაშება. სულ რომ იახტა აჩუქოს ქალს, შედეგი მაინც იგივე იქნება. ქალი აუცილებლად დაკარგავს მის მიმართ ინტერესს. რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ? პირველი, შენი ეგ შეყვარებულობა შენს გარდა ყველას სულ ფეხებზე ჰკიდია. არაფერი ფასეული მაგაში არ არის, უბრალოდ დაივიწყე. მეორე, იმის ალბათობა რომ შენ ნორმალური ქალი შეგიყვარდეს ძალიან მიზერულია და შეუძლებელიასაც კი ვიტყოდი. იმიტომ რომ გამოსადეგი ქალის ქცევის მოდელი იმდენად მარტივად პროგნოზირებადი და იმდენად ნათელია, რომ ვერანაირად ვერ მოახდენს შენში სასიყვარულო ფსიქოზის პროვოცირებას. შესაბამისად შენ გიყვარდება მხოლოდ ის ქალი, რომლის პროგნოზიც არ შეგიძლია, რომელიც შენთვის ამოუხსნელი ამოცანაა. და გიყვარდება იქამდე, სანამ მაგ ამოცანას ამოხსნი. მესამე, თუ შენ გრძნობებში გინდება რომ გამოუტყდე ქალს, ესე იგი სასიყვარულო ფსიქოზი გჭირს. მორჩა, წერტილი. თუ ჯერ ვერ ხვდები, მოგვიანებით ერთ ადგილზე წვას რომ იგრძნობ, მიხვდები. იმიტომ რომ ქალი აკონტროლებს მაგ თქვენს ურთიერთობას. ხოლო როცა გამოუტყდები, ის გახდება თქვენი ურთიერთობის სრულფასოვანი მონოპოლისტი. და თავისთავად მალევე მობეზრდება. იმის მიუხედავადაც კი თუ ისიც გეტყვის რომ მიყვარხაროთ და ელოდე. 6-დან 10 თვემდე გაგრძელდება მისი შენ და მიინტერესის აორთქლების პროცესი. შემდეგ კი დაიწყება პრეტენზიები, კაპრიზები და კონფლიქტები. მეოთხე, თუ შენ უკვე დაიმართე სასიყვარულო ფსიქოზი, შემდეგ ის მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. ანუ შიგნით ურთიერთობაში შენს თავში ქალის მნიშვნელობის დაქვეითება თითქმის შეუძლებელი პროცესია. მარტივ ენაზე აგიხსნი. თუ ქალი კარგად იქცევა, მისი მნიშვნელობა შენს თავში იმატებს. ხოლო თუ ცუდად იქცევა, კიდევ უფრო მეტად ორმაგად იმატებს. იმედი მაქვს მიხვდი პრინციპს. მეხუთე, სინამდვილეში შენ სიამოვნებას თავიდან იღებ. გარკვეული დროის შემდეგ კი მისი დაკარგვის შიში ფარავს ყველანაირ სიამოვნებას. ამ დროს შენ უკვე ცუდად გრძნობ თავს. არც წესიერად ჭამა და არც წესიერად ძილი შეგიძლია. და ეს ყველაფერი გარდაუვალი პროცესია, თუ დროულად არ გაჩერდები და შეყვები. შემდეგ იწყება ქალზე ეჩვიანობები, მისი ყოველწამიერი შემოწმებები, მალევე მისი ცოლად მოყვანის სურვილი გიჩნდება, რომ ბეჭედ დართქმული ქაღალდი გეჭიროს ხელში. თითქოს ეგ რამის გარანტია იყოს, რომ არსად აღარ წავა. მაგრამ ეგ რა თქმა უნდა არ გამოგივა, მარტივი მიზეზის გამო. შენ უკვე თავშივე წააგე. შენ წაგებაზე განწირული სტრატეგიით დაიწყე ურთიერთობა. მეექვსე, მაგ ფსიქოზის მქონე მამაკაცებს ეჩვენებათ, რომ ეგ ქალი განსაკუთრებულია, ექსკლუზიურია, არ არის სხვებისნაირი. და ეგ თავისთავად ბუნებრივი პროცესია.
სასიყვარულო ფსიქოზის მთელი შინაარსიც მაგაშია, რომ შენ თვითონვე შენივე ხელით ახდენ ქალის იდეალიზაციას. მასში ხედავ ისეთ თვისებებს, რომლებიც მას არც არასდროს ჰქონია და არც არასდროს ექნება. და ვინც უკვე გამოფხიზლდა მაგ ფსიქოზიდან, ის ხვდება ახლა რაზეც ვსაუბრობ. მეშვიდე, როდესაც შენ ახდენ ქალის იდეალიზაციას, შენს თავის ქალაში იქნება ახალი ნეირონთა კავშირების მთელი ბუდე. და თავისთავად გარკვეული დროის შემდეგ შენ ქალს აღიქვამ როგორც სულიერ მეგზურს. მისი სხეულის ყველა სანტიმეტრი გგონია, რომ არის რაღაც განსაკუთრებული, რაღაც განუმეორებელი. მისი ღიმილი, მისი სუნი, მის ყველაფრისგან იღებს სიამოვნებას. ეს არის უკვე ავადმყოფურად მიჯაჭვული მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში, როდესაც შორს ხართ ერთმანეთისგან, ისე განიცდი, რომ ავადაც კი შეიძლება გახდე. ხოლო როდესაც შენთან არის, შეგიძლია უბრალოდ ჩუმად იყო და ისიამოვნო მისი არსებობით. ეს არის არაჯანმრთელი მდგომარეობა. ეს არის კლინიკური მდგომარეობა. მაგრამ საზოგადოება ამას ნორმად ასაღებს. საზოგადოება ამას ნამდვილ სიყვარულს არქმევს. საზოგადოება ამას ახალისებს. და საზოგადოება ამას ეძებს. ჩნდება კითხვა, რა უნდა უყო მაგას? რა თქმა უნდა ებრძოლო. უნდა ებრძოლო მაგ სასიყვარულო დამოკიდებულებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეყვე. ზოგადად ეგ შეყვარებულობა არის შინაგანი დისციპლინის დეფიციტის შედეგი. შესაბამისად, ადრე თუ გვიან მაგის გაკეთება მაინც მოგიწევს. კითხვა არის შემდეგში, რა გზა უნდა გაიარო იმისთვის, რომ გამოფხიზლდე? და საერთოდ გამოფხიზლებას ექვემდებარები თუ არა? თუ შენ შენი ცხოვრების მიკროეპიზოდებიდან ვერ მიხვდები ამას, მაშინ ბევრად უფრო მასშტაბური ტკივილი მიგახვედრებს. და რამდენჯერაც ვერ მიხვდები, იმდენჯერ გაიზრდება ტკივილის მასშტაბი. სინამდვილეში ცხოვრება ტკივილის მეშვეობით ცდილობს, რომ შენ დაგანახოს სწორი და არასწორი. ცხოვრება გიბიძგებს იმისკენ, რომ შენ გახდე უკეთესი. ცხოვრება გეუბნება შენ, შეიცვალეო. შეცვალე შენი პრიორიტეტები, შეცვალე შენი ფასეულობებიო. სხვა შემთხვევაში განსაცდელი არ აქცდება. მაგრამ ბევრს სამწუხაროდ ეგეც არ შველის. იმიტომ რომ სასიყვარულო ფსიქოზი ძალიან დიდი და მიმზიდველი გამოწვევაა. და თან მარტივია. იმიტომ რომ უბრალოდ მუზას ეძებ და გიყვარდება. შემდეგ კი კვერცხები უნდა მოიჭრა და მოისროლო. იმიტომ რომ მაგ თქვენს ზღაპრულ ურთიერთობაში ხელს შეგიშლით. შენ აღარ გჭირდება არც რეალური სიყვარულის სწავლა, არც მადლიერების სწავლა. რაში უნდა დაგჭირდეს, ისედაც გაგიჟებული ხარ ქალზე და შენი თავისუფალინების ნაცვლად მაგ ყველაფერს ნეირომედიატორი ჰორმონი დოფამინი გაგაკეთებინებს. ანუ სასიყვარულო ფსიქოზი რომ მოვაშოროთ ადამიანებს, ისინი პარტნიორისთვის საერთოდ არაფერს იზამენ. და დიდი ალბათობით მიატოვებენ და წავლენ კიდევაც. რასაც პრაქტიკაშიც ყოველდღე ვხედავთ. მიმოიხედეთ, როგორ ცხოვრობს ხალხი. ჯერ ერთი ურთიერთობა, მერე მეორე, მერე მეხუთე, მერე მეათე. და ყოველ ჯერზე სამუდამო სიყვარულია. ყოველ ჯერზე სიყვარულში უტყდებიან ერთმანეთს, ყოველ ჯერზე ეფიცებიან ერთმანეთს, ყოველ ჯერზე ეუბნებიან ერთმანეთს, რომ ასე არასდროს არავინ მყარებიაო. ყოველ ჯერზე იმაზეა საუბარი, ბიჭი უფრო გინდა რომ გვეყოლოს თუ გოგოო. და ყოველ ჯერზე ერთნაირად მთავრდება ეგ ისტორიები, ყოველ ჯერზე შორდებიან. შემდეგ კი ახალ დოფამინის წყაროს ეძებენ და თავიდან გადიან ყველა მაგ ემოციას. ამიტომ თუ შენ გეჩვენება, რომ ქალისთვის სიყვარულის ახსნა შენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, მაშინ შენც ამ მატრიცაში ხარ. და უკვე დროა რომ შეიცვალო. ხოლო იმისთვის რომ დაიწყო შენი თავის რეალური ცვლილება, იცი რაც უნდა გააკეთო. ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. მე კი დაგემშვიდობები მომავალ ჩვენს შეხვედრამდე, ჩემო მიწიერო მეგობარო.